მოგესალმებით. მოკლედ გეტყვით ორიოდე სიტყვას, რა გავაკეთეთ და რას აღნიშნავს ეს ჩვენი დღევანდელი ღონისძიება. დავასრულეთ 19 საუკუნის პირველი ნახევარი რომანტიკოსების ეპოქა და შევეცადეთ პატარა მონახაზი გავეკეთებინა მთლიანად აი ამ ეპოქისა. რასაც ნახავთ, აქ ძალიან დიდი თითოეულ წყვილზე შეიძლება პოემა დაიწეროს, რომანი დაიწეროს, სცენარი დაიწეროს, ფილმი დაიწეროს, მაგრამ ჩვენი პატარა ღონისძიება ეხება აქცენტებს, მე-19 საუკუნის აქცენტებს. ასე რომ მოვისმინოთ, ნახოთ და მინდა ისეთი თქმა, რომ თითოეულ დიალოგი, რაც მათ რასაც ისინი წარმოვიდგენენ, არის თავიანთი შექმნილი, ეტაპობრივად მოიწიეს თითოეული თავისი წყვილის ისტორია, შექმნეს დიალოგი და აი იმას წარმოვიდგენენ ფაქტობრივად. ასე რომ თავარი გმირები, როგორც შემსრულებლები, ასევე შემქმნელები არიან, ასე ვთქვათ. ეს არის ორი კათედრის პროექტი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ენისა და უცხო ენების კათედრის ერთობლივი პროექტი, ასე რომ ინგლისელებიც გვეყოლებიან, ჩრდილოეთიდანაც გვეყოლებიან სტუმრები და თვითონ ქართველებიც. Just now,
კაცის რასმი დიპლომატიაში მის მაღალი ნობის მეკონიებული მისი სულიც განვითარებული მეგონა მას სული არ ჰქონდა. მისი გონება მწამდა ზეგაზმინდა მას აღსაყრელი შავმელი ყოფილა. მათ ჩვენი კაცი რომელიც მადლიანი იქნება თვითონ შენ რეალურად მოიცა. შენ წარმოიდგინე მაინც უწარი კაცის რომელსაც დედა წავს, მამაც, დებიც და სხვა მრავალი ნაცნობი და მაინც ვერ ამოიღება. მაინც დატანებულია ამ სერდაგანია თვითონში. Sad meni. ეს ფასებია. როცა ბუში ობოგადაჩი. მე როგორ ელესი. ანდა ეს ძალიან Ama sagar oqati. Zg'ors qaraydi, qato'so yozib. Tu'lshidi. Ana xo. Tavşu. Estados Unidos. Esoki. Amerikan kacras უნდა եղოთ. Շամիლის ուտებას დავახტი თავის გამოსვლიერო. Დავშვით ილვიდა. არ გახსოვდა პლატონი ოსელიანი. გიჟადომ გამოაცხადა. დაამტკიცოს კატონა მოიდები შემეცეოდა. კიდევ კატონი რაშენ მოიდგა მომავალში. კარგი მომენტი გამოვიდა. ისე ვაჟბატონო მოხერხებულად წერია. ამაში ქვია შეგვიძლია მე ვაკეთო. დარწმუნებულია, ბევრს გქონია რომ ჩემთვის ცხოვრება სამხედრო ბანაკით იწყება და იქ მთავრდება. როცა კაცი ომსა და ბრძოლაში ატარებს ნახევარ სიცოცხლეს, ძნელია სხვა რამე მოსთხოვა. თითქოს გზამენ იბიძი, გასწმიერა რომ შეშენებას არ აქვს სამწვავი. და მიდიხარ რადგან იცი შენი გზა მარტო შენი არა. შენი გზა სხვებისთვისაც გზას ხსნიდა იცი. მე კი ჩემი ნაწილი ხალხისთვის მიმიწვის, ვისთვისაც წილი და განათლება იმავე ძალით ჭირდება როგორც სხვა ხმალი. ალბათ წერა-კითხვის გავრცელების საქმეში იმიტომ ჩავერთო რომ ჯეროდა. თუ ცოტა თავისუფლად იმოძრავთ, ქვეყანა არ დარჩება ფერში. თქვენი სიტყვა ხშირად უფრო ძლიერი იარაღია ვიდრე ჩემი ხმალი. საოცარი, როგორ შეგიძლია ადამიანს თბილად, მაგრამ ისეთ მისცეთ მიმართულება, თითქოს ეუბნებით, გზა ეს არის. არა მხოლოდ სიმამაცია, არამედ ერთგულება, მიწის, ხალხის, საკუთარ სახელმწიფოს. მიზანი კი მუდამ ერთია, რომ ჩვენი შრომა, სიტყვა თუ ბრძოლა ბოლოს იმეს გაუადვილდეს. და ჩემს შემდგომად მოწმესავ იმეს გამომართლებს. მიხარია ალექსანდრე, ხშირად მართავთ ასეთ საღამოებს. აქ ხალხი ერთმანეთს აზრს უზიარებს. თქვენ ამბით, მე წიგნით, ზოგი მუსიკითაც, აქ ყველა თავისი წიგნით. Did we really have to come here? I told you, I had other things to do. We have already talked about the headache. Can you please stop being stupid so much? Or what? Can you two just stop fighting? We're in Georgia. We should behave and respect their country. Baby brought that with me. I'm sure. Amen. What a marvelous garden. Lord the Bible good.
გასაუბრებელი გასული. მე შედის ინფორმაცია. რაღაცა თქვენი შენიერი ქალბატონი. ჩემ შენიერ ქალბატონს ძალიან სევდიანი ისტორია. 1810 წელს ტროას ალექსანდრიაში მონათა ბაზარზე ქართველი ქალებმა 13 წლის გოგონა ცხარით შემიტკინა და სამშობლოში დაბრუნებას იღო. თუმეის მდიდარი ქართული მეზობლის ქალიშვილი არა. შორ თამაშით გამომხოლდა და კუნძულ ჩავარდია დონში. მაშინ 22 წლის იყო. მის გამოსკვა გადაუწყო. როას პიასტრად გამომივიდა იქაც. ხოლმე ერთ მიზანი გამოძრავდა, რომ სამშობლოში დამებრუნებოდა. ამისთვის ივანდიელი ვაჭრა ეწეოდა სახელად ფლეთში. იგი თანხა მივეცი, რათა ის სამშობლოში დაებრუნებოდა. თუმცა ის გაიშვი რა არა. მოგონათაობის დაიწყო და ხასე დაიწყო. ეს ამბავი სამწუხაროდ დიდი ხნის შემდეგ შევიდა. ფაშას დამხარები მოუზედა იგი და ჯანმრთელობა შეწყებული გოგონა უცდა. მე ის ძალიან შემოყვარა. ის ჩემი თაგობის წყაროს იქნება. მე მას მეცნიერებს He's always going to Margaret's thought and say what she was right for to say. I all say what she was for God. Therefore I all love him. By many a shore and many a sea, white, yet billowed in rain, the past, the future fled to see, meet us with no near again. Could this have been a word, a look, a softly said in part in peace? They taught my bosom how to brook, with fainter sighs, the soul's ruins. Teach me, who will be taught by thee, to hear, forgiving and forgiven. For years, my love was such to me, it failed to form my hope in heaven. Იცი ჩემს საფლავს ცოლის კაცი არა. მინდა სიმართლეს გავუსწორო მზერა თვალებში. ვაი თუ ყველამ დამივიწყა, არ ვისვადა. ასე უდრო, ასე მალე რატომ წავე? 9 თვის გადაღლა, 9 ზღვის გადაღმაგებულებოდი. და სიყვარული ჩვენი თურმე იყო ამაო. შენსკენ მოვქრო და ერთი ფიქრი კვლავ შემხვდებოდი. თუმცა მსხვეული იმედები გამჩა სანაცვლოდ. როცა სიკვდილი მიმზადებდა მსუბუქ აღსასრულს, როცა წარსულმა გამიელვა უხმო წამებით გულს ვინ ეწადა, თუ ნატრობდი შენგან შორს წასულ, ვისაც უყვარდი და კვლავ უყვარდა, კვლავ გამალები. სხვისთვის თუ ვიყავ უფრო მეტის ღუმისაგანი, გულსთვის უკლავდი, როცა თვალში შუქი ჩადიდგა ვიდრე სიკვდილის და სიცოცხლის ყოველ სამანი. ხომ ჩუმისევლით იზიდავდი, სადაც მე დიდხანს არ დამიდგამს ფეხი თავადაც, იქ დამიტირებს, იმ კოშკებში, იმ დარბაზებში, რისთვის მომიხმეთ უმელოდა ტანჯვა მარაჯამს, ბებერ ქონგურებს ვეფერები ამ გასაძლოში. სხვაცის ქვეშ მე მახსოვს ფრენდები ჩვენი გულწრფელი. ჩვენს თვალთამზე რას ვერ ხედავ და უცხო ახილად გულში მწვდებოდა შენი ფიქრი გამოუთქმელი. თოლვარე ხელი მეხებოდა მხოლოდ ფაქტისა, შენი ამბორი წმინდა იყო გაუწმინდა. დიდრონ თვალებში გამოგვრთოდა მზერა უმციკლოვნება იქუმალ გაქრებოდა მჩინარი და სიყვარულის ყველა იმის დაიყო. შენ ჩათხრობი, ჩემი ხმა თუ გახარისებდა, ჩემი ისწავლე სიცოცხლესთან ლაღი ფრიალი ხანგი უთხრესი იქაცლებდა, რაც სათუ სევდას, ღვთიურ სიმღერით ჩაგისმოდა ხმათა შკიარი. სადავარა, სად მეძებე სულზე უთხრესო, თან წარვიტანე სამუყვარი საფსავარი შენი თან გამა, ის გადამჭა ხსოვარი როგორც არასოთვა სათქმოება შენი გულის სევდას მისაკავს და სულ შენი საკაბინო მოწოვებები მოგაცემი და მომავალ თან სამიყვარი ამის სულ ერთი ოცნება ბედის თორბალი გატრიალდა რადგან უკუღმა თავად მოწყალე პატიება შენგან მოვიწყო და თუ ამშეყნა ბედმა უმოწყვა ჯერა შემხდები რომ საუბრობ სათქმოებაზე My choice, alas was had and gone, with the red gleam of that summer sun, lost in the deep in which he bathed his head. My choice, my life, all pulled together fled. I wandered here, no more I seek a home. The sky walls in Italy a tomb, yet as some days a pilgrim I remain, with my orphan child the reedy came.
But since I have faith that I must earn, by suffering and that weakness, a return of that companionship and love, which first upon my young life cloud, like sunlight burst, and now has left me dark, as when it gleams quench light in night of dark open stream. Since I must live, how will I pass the day? How weep with the fewest tears in the morning's grave? How sleep with the calmest dreams? How find the lights, as fireflies gleam into the evening nights? We are as a cloud that trails in midnight. Parishes, they speed and blink and quiver, striking the darkness to yet soon. That close round and they are lost forever. Barbara, siamo nel posto di casa vera. Прошло уже 5 лет с тех пор, как познакомился с вашей семьей. Софья, вы очень привлекательна, скромна и достойно воспитана. Я очень рад, что вы нас очень браво. Я считал, дамы и господа, не удивляйтесь моему столь позднему визиту. Государственные дела, увы, требуют большого времени и больших жертв. Но я все же умудрился и сыскал время, чтобы почтить вас своим праздником. Нина Александровна, позвольте мне выразить вам свое глубокое изумление. Я полагал, что только в моей комедии возможно столь причудливое смещение разных эпох и стран. Но отец ваш, ваше превосходительство, умеет не только удивлять, но и составлять самое фантастическое общество. Кто сии дамы? Уж не чатские ли они из Европы, но сей свет стал немил. Lordi Byron, Европის დიდება, დები ბრონტეები, Лёшкиницына, Байрон, слышал я сие имя. Неужто до сих благословенных гор дошло благословение сего величайшего, не побоюсь сказать, мятежника? Я-то думал, что лишь наш Кавказ способен породить настолько глубокую гордость и печаль. Европа физиология школа, он холодно созревает Lordi Byron история димасица, kasıbaşı sistem. Иные темы, более изящные формулы, должны волновать вам. А что до сестер Бронте, которые произволили помянуть? Неужто столь неласково их приняла Англия, что они ищут признания в Прелесте?
live is not a dream, so dark as nature said. Oft a little morning rain, it has a pleasant smell. Sometimes the light falls, the leaves are transparent. If a shower be made, the roses blow, or lighter than its fall. That is beauty, music, lights and bells with light, grateful, cheery, enjoy the rest of the life. What those that the times to sing, and calls our best away. But those souls seems to win, or hope and strength. Yet hope again elastic springs, and comfort wash love. Still buoyant are her golden wings, still strong to bear as well. Manfully, fearlessly, the day of trial bear, for gloriously, victoriously, her courage proud display. I love the silent awe of night, for blissful dreams may delight, revealing to my churned sight what they know mesmerizing eyes. And then a voice may meet my ear, that death has silenced long ago, and hope and rapture may appear instead of sweet and woe. Cold in a grave for your has lain, therefore because my bliss to see, and only dreams can bring again the darling of my heart's love. Счастливые часов не наблюдают, но Нина Александровна. Я уверяю вас, что с той самой поры, как вас впервые увидел, я потерял и покой, и счет времени. Я всегда был лишним в этом случае, но лучше теперь. Не верю в никакие страсти, но ваши очи, Нина Александровна. Я верю как в чистоту самого неба. Вы не Байрон, вы не Бронте, вы моя муза и моя судьба. Я напишу историю нашей великой любви и сделаю все, чтобы никто, кроме меня, о вас не писал. ისტორიის მწერალი მეტი არასოდეს ერევა. ჩვენი როლი თვითონ ის ისტორია. მე კი ვსადვარ, რომ ჩვენი სახელები ამ ჩვენი ისტორიაში შევწიროთ და შევქმნათ ისეთი სიყვარულის ისტორია, როგორც გავს მოდაში.
как спешу. Я не говорю, как спешу, но не скажите. Нет, это не поеда, что бежит от счастья своего. Я пишу тебе, бесценный друг мой. მე თავისუფლება წამართვეს, მაგრამ შენი სიყვარული ვერა. შენ ერთხელ მითხარი, ადამიანი თავად არისო ტაძარი. მე კი ახლა გავიდი იმ შენი ძნეული სიყვარულის ჭეშმარიტი აზრი. შენ ხარ ჩემი ტაძარი ჭეშმარიტი, მე საოცრად მოსულა შენთან. შენ ხარ ხატი, საფრთხოს ანტისასანთებლად მოვლის შენ. მიახლება შენ სულთან, ერთთან მიახლებას თუ შევედება იმე, სხვა ბადარი მას ამ ქვეყანაზე არ გააჩნია. სიყვარული არის მუსიკა. მაგრამ რა არის შენთან ფილმის, ბახის, ბეთჰოვენის, შუბერტის, მოცარტის მუსიკა? შენ ყოველივე ამაზე უფრო ნაკლები და მშვენიერი ხარ ჩემთვის. და ამიტომ მერტო შენის, მინო გონებაა სამყაროს, გონება ენაა ისა. ხოლო სამყაროში სიტყვას ვეძებდი შენ, ხარება უწყალო. აი შენ ნახავ, მე დავწერე სიყვარულის ახალ ბიბლიას. სიყვარული ხაერების სახალება. მე მას ყველაფერს შევიძინე სახელს, მინოს დავაყო. ხოლო შენი ხესკებით მოვხატავდი საქართველოს სიუჟეტი. შენიცი, მე თანამედროვეობაში ვერ ყოფე ეს გასაგებია. ამიტომ წარსულში გამოდები გაგზავნა. ვერც სამანიშვილო. მე ვნებასთან ვარქილები შეწყდას როგორც მინდია. ვერც ამაში ყოველშვება. ახლა მივხვდი რომ ადამიანის ხსნა მხოლოდ სიყვარულში. ეს არის უზენაესი, ხაები ვიარსი. რაც ადამიანს მხოლოდ ხაები ვიარსს განვაცხადება. შეყვარებული ადამიანი ღმერთია. ამ სიყვარულის განსახიერება კი ჩემთვის შენახა. შენ ხარ ჩემი ჯვარი და სვეტი ცხოვრება. ვარძია და მიწა. მე მინდა ვიყავ პროლა პეტრარკას, დანტეს, შექსპირის, ჰაფიზის, საადის, ფირდოუსის, რომ შენი სილამაზის სადარი ჰიმნი იყო. ჰიმნი სიყვარულისა, მაგრამ ვაი რომ ეს შეუძლებელია. შენ ვერცხლისგან შუქად ამოფხეული მესტანი ხარ. მე კი შენი ხელი მიჭირდი. რუსთაველით უმღერდა ჩვენს სიყვარულს მინო, ხოლო რუსთაველი აღმოსავლეთის დანტე. შენ ყველა ლაურაზე, ყველა ბიატრიჩზე, ყველა ნესტანზე ულამაზესი ხარ ჩემთვის მინო. შენ ხარ პოემა პირველი სიყვარულისა. ჩემი და მხოლოდ შენი. ახლა ქაღალდის აღარებაზე მოხს გადაშენილი და ისევ წერა ბარაც. ეს იმას ნიშნავს მეც ესმის შენი ყოველი სიყვარული. ღმერთი სიყვარული და ღმერთი იგი შენში, როცა ამას წაიკითხავ, ტაძარში თანხლები დაანთება ჩვენს სიყვარულზე ღმერთს ესაუბრება. მიავს მიეც ფიქრი შენი შავად მგრელია. დამაშვალი მისი თაღევით მუნვეციებდი განსვენებას ხელითაც რაფით გულსა მოკლსა კაციავით და ბეძულით ლამბარის მინდა გამიტოლა ცივრის ხილი მუნ გუნრუკის შევწირავდი წმინდა სიყვარულს რომ ის წინაშე დავდებდი მე ჩემს გულსა და სულს ამას სიამით ნეტარებით ესრეთ აფსო მეგონა ხვდა სასופნელის ამდაშენებს მაგრამ საწუთრო განავინდეს დიდხანს სახარებს გააქრა ტაძარი დაუდაბნო ჩემ დამდუმარებს მის ნაცვლად სევდა და წვდიადი დაისადგურებს მოისპობს სწრაფლად მისი ყვალი და მისი ნაშთი განათუდ რომან დაკრათვის იმასავი თვალი არა მოსაგდა მას სოფელი სუდა მუხთალი დამშთა მე მხოლოდ ის ვამპრისგან ცეცხლი დამქრალი ვერღა აღნიკო სიყვარული მაპალა ტაძარი ვერ სადავანთე დაშთომილი მისი ლამპარი ესრეთ განივშო უღმათანებეშის კარი და დავა ისევ ცეცხლი
მადლობა ღმერთო შესაგანგებელს, ერთკაც მამადლა ყოველ გაუკლებას, და მის ერთ სიტყვას მონებენ ერმი, და მრჩევლა და სულელი ბრძენი, და იგი მთისბედს ისევე განაგებს, ვითა ამხედეს იგი კამათლებს, მაგრამ შენ მეფე ვიმოხსა ნელა, სხვას გამიგოძო შეთქმათა ცხოვრება, ვიზრდეს შენსა გულის კვეთებას, და უნებდე თავისუფლებას, შენ ερμან გულსა პირველი გირწება, რაცა დაუწყო ყოველ ცხოვრება, და რა გივიწყებ, რომელიც მარადის, ერთსა ეკუთვნის გულის კვეთებას. ორადროებს ერეკლემები. სამწუხაროდ ვერ დაგეთახმები. რატომ დაგომიომიდეს? ჯერ საუბრის ვერ ამემართება, პროფესორი პროფესორი. ხელზრაში მიშლის, დიდი ხანა ყოფილი ერთობა. ვიცი პაშა. სათქმეებო. სახელმწიფო სასჯულის ერთობა არ არასარგებს. ოდეს ერთამს. ოდეს თვისა და ერთამს სხვადასხვა ომის. ეს დასწრება არ დაჩემოთაც ამბობს. ეს ხვალ ერთად სააბრყანებს. ოსმანი ხულო დროს შემოხურებს. მეფე ვიცოდა რომ ქართლებს არადღია შეფეთქება რომ თვის ჩერტი ქვეშ თავისუფლება. Çok tavas kurulamadı. Yuvun tadavda mutluyoruz.
სოფლისა განსათავებად, ლამსურის წადისას, თქვა სიყვარული სხვათაები მაშინ გზებს, უსხი უცეცხლოთ, შეიძლება ნათვას ვარსკვლავ, მაშინ ვარდიცა განთიაც, ვერღარა გარდაიშალოს და ცისეცვა ნამდელოი, აღარ გავიდეს. მიყავს მთავარს შენი წმინდა სალოცავი, შენი სატყო დედოფლობას ნატრობს. სიდუხჭირეს მან განცხრომა ამჯობინა, სიყვარულიც უზური ამბობს. ზვიად მზერას მთავრის გვირგვით შეაგებებს, ვეღარ ამჩნევს უგვირგვინო ტატოს. სიყვარული, სულში ლექსადათებული, ეულივით დაბარბაცებს მარტო. ქორწილი აქვს ჭავჭავაძეს სასახლეში, დედოფლის შუქს ცის თაღიც კი ნატრობს. გულსაკლავად ჭრებს ლამაზი როიანი და შენ სანთელს დადიანი აღებს. ბედის სასწორს თითქოს შენსკენ ხმი. დღეს კი მინდა სიყვარული გაჩვენო. სულში ზოდან პოეზიის მადანი გაქვს. ვერ დაგჯობნის დადიანი ტატო. ნუ ვინ იტყვის ობლობის ავაებას, ნუ ვინ შევის თავის უფლისწულობას. საბრალოა ხოლო სული თობონი, ძნელად პოვოს და დაკარგოს მანტოლი. მეგობართა ნათესავთ მოკლებული, ისევ ჩქარად პოვებს ანასვლოს გული, მაგრამ ერთხელ დაობლებული სული. მანამ დიქნას უნდა გეშობა სკრული, არღარა აქვს მას ნდობა ამას ოფლის. ეშინია იკრძალვის არ გაიცის, ვის აუწყოს და ფარული მაგდნობა. ეთიქრება ხელმეორედ მას ნდობა. ძნელი არის მარტოობა სულისა, მას ელყია სიამენი სოფლისა, მაგრამ დახსოვს მას დაკარგა სწორისა, ოხრა არ ეშვება უბედურის. მილიბის მინაფრენს უბზოლკლოდ ჩემი მერანი, უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი. გასი მერანო შესჭენება სარაკ სამზღვარი და ნიავს მიეც ფიქრნი ჩემი შავადღელვარი. გაკვეთი ხარი, გააკვე წყალი, გადაიარე კლდენი და ხრენი, გასცი, გაკოცხლე და შემიმოკლე მომთმენეცა სავალი დღენი. ნუ შეეფარო ჩემო ფრინაო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარეცა, ნუ შემიბრალებ დაკან სულობით თავგან წილუცა შესამ ხედარსა, რა მოვშორდე ჩემსა მამუსა, მოვაკდეს წორთა და მეგობართა, ნუ ღარ ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემს სატრბოლსა ტყმილ მოუბარსა, სადაც დამიღამდეს იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო მხოლოდ ვარსკვლავთა თანამავათა, ვანცნო გულისა მე საიდუმლო. კრესა გულისა ტრფობის ნაჩი მივეც უიზღელავს
და ჩვენი ეს აღტაცებულს გიზულშა ტოლვას გასწი მერანო შესჭენებას არ აქვს სამზღვარი და ნიავს მიეც ფიქრენ ჩემი შავადღელვა ნუ დავიმარხე ჩემს სამამულს ჩემსა წინაპრებს საფლავებს შორის ნუ დამიტირონ სატრფო გულისა ნუ ღარ დამეცეს მწრემლი წუხარის შავი ყორანი გამითხრეს საფლავს დელოთა შორის ტიალის მინდვრებს და ქარიჩხალი ძვალთა შთენებთა ზარით ღრიალით მივეწას მომაგრეს და აი მოკვდე მე უპატრონი მის განოხელი ვერ შემაშინოს მისმა ბასმმა მოსისყრელი გასწი მერანო შესჭენებას არ აქვს სამზღვარი და ნიავს მიეც ფიქრენ ჩემი შავადღელვა სულოთ ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწილული სულის კვეთება და გზაუვალი შენგან თვალილი მერანო ჩემო მაინც დარჩენო რავ ჩემს შემოდგომა ლოძმესა სიძნელი გზისა გადაუვიდეს რომ შეუპყროდ მასუნე თავის შავი ბედის წინ გამოუქროდეს მირბის მიმაფრეს გზოულო ჩემი მერანო უკან მომწყავის თვალბედითი შავი ხორანი გასწი მერანო შესჭენებას არ აქვს სამზღვარი და ნიავს მიეც ფიქრნი ჩემი შავადღელვა დავასრულებთ ჩვენი საღამო. წარმოგიდგენთ ჩვენს მონაწილეებს, რამასწავლებლო მოგზაურობით ერთად წარმოვადგენ აუცილებლად. უღრმესი მადლობას პრინციპში მერე თუ მერჩევია გამოვიყვანა ჯერ მონაწილეები და შემდეგ უკვე მადლობას. წარმოგიდგენთ ალექსანდრე ჭავჭავაძე და მისი მეუღლე სალომე. მისი ოჯახის წევრები დავით ჭავჭავაძე ნინო ჭავჭავაძე და მისი მეუღლე ალექსანდრე გრიბოიდოვი სოფიო და მისი მეუღლე ბარონ ნიკოლაი ეკატერინე და მისი მეუღლე დავით დადიანი ილია ორბელიანი ბარბარესთან ერთად შემავსედეთ თქვენი სახელი ლევან მელიქიშვილი თავის მეუღლესთან ერთად ალექსანდრა მაიკა ორბელიანი დები ბრონტეები პერსი შელი და მისი მეუღლე მერი ლორდ ბაირონი და თირზა მოსწავლე მასწავლებელს ერთად გამოვაცხადე სოლომონ გოდაშვილი და ნიკოლოზ მარაშვილი უპირველეს ყოვლისა ჩვენს ბავშვებს გადავუხდი ძალიან დიდ მადლობას იმისათვის რომ ერთი სიტყვა ვთქვით და უცებ ძალიან მოკლე დროში ექსტრემალურ სიტუაციაში იმიტომ რომ ვიღაცა 39 სიცხით ეხლა დოდაშვილი ისევ ავადყავს და ამიტომ ძალიან ექსტრემალურ სიტუაციაში მოგვიწია ამის კეთება მადლობა ამ სილამაზისთვის ჩემს ძვირფას მშობლებს თქვი თუ არა აი ერთი სიტყვა ნუ მე არ ვიცი ის დღე როცა შეტყობინებებს ვკითხულობდი არ ვიცი გული სიამაყით მევსებოდა რომ ყველამ თქვა რომ აუცილებლად გავაკეთებ გვერდში დაგიდგებით და რა ვიცი დიდი მადლობა ამისთვის უღრმესი მადლობა
მადლობა ჩვენს დირექტორს, იმიტომ რომ თუ უფლებას არ მოგცემს ასეთი ღონისძიებების კეთებისას, მაშინ ჩვენ არაფერი არ გამოვირო. ასე რომ წინამძღოლი აუცილებელია, მთავარია ვის მასვენა ხელთან ერთად დიდი მადლობა ჯერ ქორეოგრაფს და მუსიკალურ გამფორმებელს ვიტყვი, გორანდას. ორგანიზატორს სოფიო ალალიძეს, რომელიც გადიოდა და აი გაგინდა რა გავაკეთოდა როგორ მასთან ერთად. აი ამ ბავშვების როგორ ვთქვა, საფუძველს, საძირკველს, ლედი მასწავლებელს და ხატუნა მასწავლებელს. რომლებიც აი მოდიოდნენ და აბა ახლა რა გინდა, როგორ გინდა, არ მომშორებიან, რა ვიცი, გვიანობამდე აქ იყვნენ. დიდი მადლობა ამისთვის და დღეს აი აქცენტები რაც გაკეთდა, ლინდა მასწავლებელიც უნდა აღნიშნო აუცილებლად. მარტარა შესწორებებით, ისეთი ლამაზი შესწორებებით, რა ვიცი, მადლობა მინდა. ამისათვის აუცილებლად ხარ ამაზე მასწავლებელიც უნდა აღნიშნოთ, იმიტომ რომ ეს გარემო, რომელიც აქ ეკლესიაც გამოვიყენეთ, აი ეს გარშემო რა შემოქმედებაც გვაქვს, ეს არის ლამაზი მასწავლების დამსახურება. ესა ეტიკეტებს იმედია გააკვირდით ხომ გვენის ეტიკეტებს მარიამის ორგანიზებაა ეს ჩვენი აფიშაც და მისი შემოქმედება და რა ვიცი ნანი მასწავლებელთან ერთად ვერდიდან და რა ვიცი ჩვენს ბავშვებთან ერთად აი ესე ერთობლივად ის რაც ინგლისურად მოისმინეთ არის მათი დაწერილი დიალოგები, მათი დაწერილი აწყობილია მათი ბაირონის ლექსები და თირზა არც იცოდნენ ახლა არ იცოდნენ ნამდვილად, მაგრამ მოიძიეს ეს ინფორმაცია, ძალიან საინტერესო მომენტი იყო ბაირონის ცხოვრებიდან. ის რთული ლექსი იყო სხვათა შორის ძველი ინგლისურის ნაწერი და ადვილი არ იყო მაისი ზეპირა თქმა, არც ბრონტეების ლექსები არ იყო ადვილი და თქმა, ანაზე და ემილიზე არც იმდენი ინფორმაცია არ აქვს მაინც და მაინც, მაგრამ ეს ყველაფერი მოიძიეს, ყველაფერი თვითონ შეარჩიეს, ყველაფერი დიალოგები თავიანთი აწყობილია სიტუაციებიდან გამომდინარე, ლექსები თვითონ და რა ვიცი, ჩვენი დახმარება ალბათ არის აბსოლუტურად მართლა ერთი თქმა არის საჭირო, ერთი მარცვალიანი ჩასაგდები და ეგრევე აღხვებიან, ეგრევე, მაშინვე აღხვებიან, შედიდა ზადარიან ერთობლივად იმუშავა. ეხლა მათ ეს არ მოიმდომებინა, ვერცლ ვერ გააწყდა და ვერც ვერ გააწყდა. ეს არის მათი სულის კვეთება. შემიძლია გადააჭარბების გარეშეა მართლა რეცურები, მართლა შემოქმედებითები, მართლა ნიჭიერები, მართლა ზღაპარი ბავშვები და ჩვენ იგივე ვართ. კარგია. რაღაცას
სიმართლე გითხრათ, ძალიან გულაღებად ვიტყვი. ყველაფრის მიუხედავად, ამაზე ჭრიალა ფერების მიუხედავად, იმის კითხვა ვიქტორია როლიეფის, ხარის მწერლების, ბრუნდების, ნაწარმოებების და ასე შემდეგ, ბაირონისაც, ქართველი რომანტიკოსი პოეტებისათვის მწერლებისა, მაგრამ ძალიან ცუდ რაღაცას ვიტყვი, არ ვგიჟდები, მოკლედ, ქართულის მასწავლებელი ამას არ უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ მთელ ჩვენს გენერალობა, რეგენერაციულ ზედზე, მიუხედავად ამისა, სული გამიჩნდა დღეს, მე რომ ყოფილიყავი მათთან ერთად მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში. ეს თქვენი დამსახურება არის. ის რომ მე, ახლა ყველაზე ძნელად მაინც აუდგეს ადამიანებს შორის გიორგი როდიშვარკა და როგორ არ მიყვარს გიგოედო. როგორ ამდენადაც მიყვარხარ, არის თვითშავა, აი, ვინც ელად ჯერკნები რომ აი მე ბევრჯერ გამოვიყენებია თვითონ გრიბოედოვი, ახლა ლიტერატურები ვარ და რაღაცნაირად გიხებით ამას. ბევრჯერ გამოვიყენებია, მაგრამ დღეს შენ გრიბოედოვის ცოტა განმარცხე რაღაც საერთოდ და არ ვიცი რა. აი ეს ის დაწერილი რაც წაიქნა არა როგორი რუსული იყო როგორი რუსული და მე როგორი არაჩვეულებრივი იყო ზუსტად იმის გამოცდილებაში რომ სხვანაირად შევხედებოდი მაინც ეს ამას მათგან გამოდის და ეს მათგან მოწმეს ისე რომ მე დღეს დავებიდი ვერ ვიტყვი ყველაზე ამას მიყვარს სოლომონ დადაშვილი და მიყვარს გოზარეთაშვილი. ატო არ ვიტყვი, მაგრამ ჩვენი არის აი რამდენადაც მიყვარს, რამდენადაც იკერძოებული ვარ და გერმანიის ასე და ასე შემდეგ. ხო, ადამიანის არის. საოცრად ინდივიდუალური Michael Williams სულის ტკივილია ჩემი და შენ კიდევ უფრო მეტად გამონახე ის შეგრძნები რაც მასში ხდებოდა რა ძალიან კარგი ხარ ბარონ ნიკოლაი სადაც ის არჩეულებები არის ისა გვაქვს 28 წლამდეც კი არ მიიყვანეთ გოგო მაგრამ რა ნატახი და მაინც უნდა ყოფილიყავი ჭავჭავაძე საოპერო დავთხოვა იგი ივანბო ხო უნდა ვთქვა დიდები არიან ძალიან დიდი მექალთან ეკალების მოყვარული მაგრამ ხედავ მაინც ქართველზე შეაჩერე არჩევა ძალიან გამიხარდა ძალიან ბევრი რომელი მიყვარს უმეტეს ეს ხარისხიანი ზოლტეხილი მოგვაწარე და ყველაფრისთვის ვმართ ეს ხო შარლოტა ემილის არა კი არის ემილის არის ეს შარლოტა ხო შარლოტა და ჩესტერიც მიყვარს ძალიან ჯეინი არის ძალიან ნახავს ბევრი ვინმე არის ძალიან მანქან მოშკა ამალის დიალოგი ხო ყველას ძალიან ერთი სიტყვით მოგზაურე ბავშვებო და კომაიც არ ჩაიგდეს ეს გამოსული პეტრება და გზაურალი თქვენ მთელი აუცილებლად დარჩება ფესვების მოგონება მაგრამ ეს ჩვენი ცხოვრება ჩვენი ნაწილი არის ჩვენი სულის ნაწილი არის და მათ აი ამ ჩინებთან ერთად
მართლა ალბათ შეგაგვეუბნები მაგრამ არჩევებთან ერთად ქართული კულტურა მარჩენობიდან ძალიან ბევრი რაღაცა მოიტანეს ორგანიზების სალონი, ჭავჭავაძეების სალონი თავიანთი ციგნიერებით, თავიანთი დამოკიდებულებით მაინც ქართული კულტურისა მაინც შევინარჩუნეთ რა იყო თვალს დორის ეპოქის ბრალი ბევრი რაღაცა რაც მაშინ მოხდა და დანარჩენი ყველაფერი რასაც ლამაზად მოგვაქვს დღეს ალბათ არ უნდა დაივიწყოს თაობამ არც ერთმა და ამისთვის მაგალითად ლამაზად ჩვენს ასაკობრივი ძალიან აღსანიშნავი არიან და ამიტომ მასალას რა ვილაპარაკე მადლობა ყველას. მადლობა ლალინა ხელს პირველ რიგში ჩვენ აქ სულ რაღაც რამოდენიმე ქალაქის აუქონდა და იქაც გამოსული რაღაცნაირად რომ ქალაქის თხოვდა აი ყოველთვის წერილები და პოეზია და აი ესე მალე ამით და ეს დეფაქტურად და და ბევრი რო არ ვისაუბრო ერთ წინადადებით დავამთავრებ მე არ მგონია თუ მე მომეტავება წინადადებაში მე მგონია რომ ესეც საღამოები მხოლოდ ფესებში იმართება რატომაც ესე მგონია და თუ მე მომეტავება და ამ ასეთ საღამოებს ყავს თავისი ავტორები თავის დაწყებული პედაგოგები გაგრძელებული ცეკვის მასწავლებლით, გაგრძელებული ინგლისურის მასწავლებლით, პედაგოგების შედის და ყველა მთელი გუნდით აი ეს არის ჩვენი ამოღვაწარი და ესეთი საღამოები არის ჩემი აზრით დავი და ეს ყველაზე ძალიან გამახსოვდება ჩვენი ბავშვობის ყველაზე ნაკლი წერილები ეს სურათები ეს პლატფორმებში მოწყობილი სურათები და ესეთ საღამოები არის განმეორებული ყოჩა და კიდევ Eti,